ძალიან საინტერესო შეხვედრა გქონდა დღეს გარემოსდაცვის ინფორმაციისა და განათლების ცენტრში სკოლის მოსწავლეებთან. შეხვედრის თემა ეხებოდა ნარჩენების მართვის პოლიტიკას ქვეყანაში, ასევე კონკრეტულად პლასტმასის ნარჩენების პრევენციის მიმართ განხორციელებულ ღონისძიებებს და მომავალში დაგეგმილ აქტივობებს. ძალიან დიდი იყო ინტერესი ახალგაზრდების მხრიდან ამ საკითხთან დაკავშირებით, რაც ძალიან სასიხარულოა, რომ ამ ასაკიდანვე აცნობიერებენ თუ რამდენად მნიშვნელოვან პრობლემასთან გვაქვს საქმე, როდესაც ეხება ნარჩენების მართვას, ასევე პლასმასის დაბინძურებას, ადამიანის ჯანმრთელობის თვალსაზრისით, ასევე გარემოს დაბინძურების კუთხით და ძალიან ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა დისკუსია, იყო აქტიური კითხვები, ჩვენ მათ მივაწოდეთ ინფორმაცია სამინისტროს მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ და გქონდა გახსნილი საუბარი. ახალგაზრდებს შეხვდნენ ის ადამიანები, ვინც უშუალოდ ესაუბრებოდა გარემოსდაცვით თემატიკაზე. მნიშვნელობაზე, გარემოს დაბინძურების, მისი თავიდან აცილების გზებზე ძალიან აქტიურად წარიმართა ურთიერთობა, ბევრი შეკითხვა დაისვა, ძალიან მნიშვნელოვანი და მოხარულები ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით ჩვენ განგვეხორციელებინა ეს შეხვედრა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში. მე მოვისმინე ძალიან ბევრი ინფორმაცია ნარჩენებზე, იმაზე თუ რამდენად მავლებელია იგი და დარწმუნებული ვარ ეს ინფორმაცია აუცილებლად გამომადგება, მე მას გაუზიარებ ჩემს მეგობრებს, ჩემს გარშემო ადამიანებს.